აი ჯაჭვი. აი მეორე ადამიანს. აი ჯაჭვი. კამარში. აი ამასაც კი რომელსაც ევროპულადაც ამასაც ეს ამას ჯაჭვი აქვს. პირველი. ვინ არიან ესენი? ეს ფოტო არის 1905 წლის. პაპა ჩემის მამა არ ვონი. ან პაპა არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი. 1905 წელი აწერია თვითონ ამ ფოტოს უკან ამხრიდან. საავადმყოფო თბილისში გადავიღული. ეხლა რა სიმბოლურ დატვირთვა ქონდა და ექნებოდა ამ ჯაჭვს? და რატო არიან სამივე ერთად, მეგობრები ჩანან. და რა დატვირთვა ექნებოდა ჯაჭვს? ეს ხო არ არის უბრალოდ აი ეს კამრის აქსესუარი, ხო? კამრის აქსესუარები ჩვენ ვიცით ეს თქვა ჩამოკიდებული, ანუ ჯაჭვი აქ. ჯაჭვი რა არის? კატორღაში რო მიყავდათ ხალხი, ჯაჭვით აბორდნენ ადრე, ცნობილი ფაქტია. ძალიან დიდხანს შეერჩა გამბორი და ეს მოწყვეტილი ჯაჭვი ნიშნავს ალბათ რომ ყოფილი კატორღელი. ხო. ეხლა რო ამობენ ზოგიერთები მე ვიტყოდი იდიოტები არა, აი მოგითხრა. თავისი ასე ვთქვათ, რომ უნდათ ასე ვთქვათ, რომ გინდა თუ არა ესე იგი სტალინელებს რო სურთ რომ მიებან ასე ვთქვათ კრიმინალურ ასე ვთქვათ იმას სუბკულტურას ასე რო ვთქვათ თანამედროვე ენით და რასაც გულისხმობთ ხდებით და აიძახიან რომ ეს კრიმინალური სუბკულტურაო ყველამ კარგად ვიცით რასაც ეძახიან სუბკულტურას სტალინის მიერ არის შექმნილი. ეხლა რა რითი აჯერებენ საზოგადოებას ამ აბსურდს რომ ერთი რომ სტალინი ის იყო ასე მაგარი რა მაგარი ტიპი იყო აბა საბჭოთა კავშირი შექმნა და ეს საბჭოთა კავშირში უფრო რაღაცას საცხო შექმნიდაო ეგ ერთი და მეორე რომ მანამდეო რომ ვისაუბრებ რევოლუციამდე რომ აი ეს რომ ჩაიდინაო რაღაცები ძარცვები რაღაცები ჯო ის რომ ჩაიდინა იყო კომუნისტური პარტიის წევრი ის კი არ იყო აი ჯერ რო ვიცით იმ სუბკულტურას კი არ ეკუთვნოდა ის არ იყო რა ქურდი არ იყო ხო სტალინი იყო კომუნისტი კაცო კომუნისტი ამიგე იქნება ეგეც არ იყო კომუნისტი არ იყო აბა ვინ იყო მაგას ხო ვერ უარყოფთ რომ კომუნისტი იყო იმდენად კომუნისტი იყო რომ როგორც ამერიკა ფინეთის დედაქალაქშიც კი იყვნენ ეგენი და სხვა კომუნისტები შეკრებას და რავი კიდე სხვაგანაც ხო შეკრებებს დადიოდა ის დაავალეს ის საქმე რომ ის ვთქვათ პარტიისთვის ფულები შეეკრიფნა და ნებისმიერი საშუალებით მათ შორის მაგით საშუალებითაც ხო აბა ვისაც ქონდა ფული იმისთვის უნდა წაერთმინათ აბა იმათ უარ წაართმევდნენ აქვე არის პატაკს ხმას როდესაც არ აქვს ეს ფული ხო თორე განა ის იყო რა ნუ ეხლა ის იმ დროს თქვათ პოლიციის სულ ერთი იყო
ჟანდარმერიის სულ ერთი იყო ვინ იქნებოდი მაინც დაგიჭერდნენ და ჩაგზავდნენ ციხეში ხო მაგრამ ეხლა კიდე სხვა ასე ვთქვათ ნიშანი იმის რომ შეუძლებელი იყო სტალინს შეექმნა ეს სუბკულტურა ასე ვთქვათ მაგ წლებში ხო 20-იან წლებში 30-იან წლებში 40-იან წლებში ხო ესე იგი ამ პენიტენციარულ სისტემაში ყოფი ხალხი ვთქვათ გულაგებში ვინც არ მუშაობდა ხო ყველას ჰქონდა დახვრეტა გამოწერილი ბესუ დაისლესვია ამიგეთ ადგილზე ზანება იყო მაგისთანა და ეგ საზოგადოება კიდე ვინც ვთქვათ მაგ საზოგადოებაშია რა ამ ერთობაში საერთოში გაერთიანებული ხო არ მუშაობენ აბეხლა როგორ აბაგაცო თან შექმნა და თან ხოცავდა აბაცო თავი ამუშაოთ და იქ დაინახეთ რომ რევოლუციამდელშიც ხალხს სიმბოლოთ ჯაჭვი ჰქონდათ ჩამოკიდებული კამარზე რას აღნიშნავდა ეგ ყველას ხო არ აქონდა რა ეგ ხო არ არის ასე ვთქვათ კამარხანჯლის ატრიბუტი ხო არ არის ეგ ნამდვილად არ არის რო იყოს გვეცოდინებოდა ხო სულას ხო კამარხანჯლის ატრიბუტია ეს რაღაცის წევრობას აღნიშნავს ხო რაღაც წარმოადგენენ ეს ტიპები და ეს თურმე ეს სვირინგები შემდგომში რო ასე ვთქვათ სვირინგების მიხედვით რო ხდებოდა ასე ვთქვათ სხოტკების აღმნიშვნელი ვთქვათ სიმბოლოების დადება ხო ეგ სვირინგები შემდგომ მოხდა ასე ვთქვათ აი ნიკოლოზ მეორე რომ იმაში იაპონიაში რომ იმოგზაურა ნიკოლოზ მეორემ და სვირინგი რო დაახატეს კა ჩინეთში მანჯურიაში და იაპონიაში რო იმოგზაურა სვირინგი რო დაახატეს ხო შეიძლება თვითონ ნიკოლოზმა შემოიტანა ეგ ამბავი რუსეთის იმპერიაში რა ვიცი მე ყველამ გადაიყო მithumetes ეს სვირინგები ძალიან გავრცელდებოდა მას შემდეგ რაც რევოლუცია მოხდა და ეს ნიკოლოზ მეორე რო დახვრიტეს ხო მე რას ვთქვათ მათი ჯიბრით ასე ვთქვათ ნიკოლოზ მეორის საპატივსაცემოთ და იმ თელეამით იხატებდნენ ასე ყველაფერი რაც ვთქვათ ხელისუფლება ებრძოდა ყველაფერი ამას იმათ ჯიბრზე ასე ვთქვათ აკეთებდნენ ხო ეს ადამიანები ხო ეს ეთყობა ეს ჯაჭვი ეს კატორღელის ნიშანი თან გადავიდა მოდიდან რა მე ჯაჭვი ბუხაშვილი გამოიწერეთ ჩემი არხი